Hey there, I'm Levin, and today we're tackling an important topic in English grammar, relative pronouns and adverbs. მოგესალმები, მე ლევანი ვარ და დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მიმართებითი ნაცვალსახელები და ზმნიზედები. თუ კი აბიტურიენტი ხარ ამ ვიდეოს განსაკუთრებით უნდა უყუროთ დიდი ყურადღებით, რატომ? იმიტომ რომ აი სწორედ მეხუთე დავალებაში ეროვნული გამოცდის ტესტზე მაქვს საუბარი. ეს ერთ-ერთი თემაა, რომელიც ძალიან კარგად უნდა იცოდე, იმიტომ რომ იცი გაქვს გამოტოვებული ერთი ტექსტი, რომელშიც სხვადასხვა სიტყვის ჩასმა გიწევს, თქვათ არტიკლების, წინდებულების, გამოტოვებულია ეს სიტყვები და უკვე რამდენიმე წელია, ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიცვალა ეს ფორმატი და არჩევითია, აქამდე თქვენ თვითონ უნდა მოგიფიქრებინათ, თქვათ რომელი სიტყვა იქნებოდა უკეთესი, ის იქნებოდა არტიკლი თუ თქვათ ზმნიზედა, მაგრამ გაგიმარტივეს საქმე, მეგობრებო და შესაბამისად აი ხა დღეს რასაც ავხსნით ეს თემა არ უნდა გამოტოვო. მოდით ახლა ვისაუბროთ რისთვის გვჭირდება ამ სიტყვების გამოყენება, რა ინფორმაციას გვაძლევს. მათ ვიყენებთ პიროვნებებზე, ადგილებზე, ან თუნდაც სხვადასხვა ნივთზე საუბრისას, როდესაც გვინდა დამატებითი ინფორმაცია შემოვიტანოთ წერილობაში, რომელიც, ვინც, საიდანაც ზოგ შემთხვევაში, როდესაც მიზედას ვიყენებთ. ახლა მოვიყვან ერთ მაგალითს ქართული ენიდან. ეს არის კაცი, მან ითამაშა ფეხბურთი. ასეთ ცალკე წინადადება რომ არ გქონდა, შეგვიძლია ერთი სიტყვით, აი ამ ნაცვალსახელით, მიმართებითი ნაცვალსახელით ეს გავაერთიან. This is the man who played football. ეს ის კაცია, რომელმაც ითამაშა ფეხბურთი. გასაგებია, ალბათ ძალიან მარტივია. ახლა ჩავთვალოთ ის მიმართებითი ნაცვალსახელები, რომლებიც უნდა დავიმახსოვროთ. 5. Who, whom, whose, which, that. პირველად who ვახსენეთ და მოდი განსაზღვროთ ის. რა თქმა უნდა, ის ადამიანებთან გამოიყენება ისევე როგორც that, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს that-ი whose და დავიმახსოვროთ აუცილებლად, როდესაც საკუთარი არსებითი სახელი გვაქვს. საკუთარი არსებითი სახელი რა არის? თქვათ ლევანი, ანა, ნინო და ასე შემდეგ. თქვათ ანა, who is my best friend. რა თქმა უნდა, who უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ ანა, როგორც იცით, საკუთარი არსებითი სახელია, მაგრამ that's ამ კონტექსტში ვერ გამოვიყენება ამ კონკრეტულ წინადადებაში. Anna, that is my best friend. ვერანაირად ვერ გამოვა. ეს ერთი შემთხვევა და მეორე, როდესაც მძიმე გვიწერია წინ. ანუ that-ამდე თუ კი მძიმეა, that's ვერ გამოვიყენებ. უბრალოდ გამოტოვებულ ადგილამდე თუ კი მძიმეა, that's იქ ვერ შევსვამ. მხოლოდ და მხოლოდ who. ახლა მოდი გადავიდეთ და ვისაუბროთ უკვე which-თან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება საგნებთან, ცხოველებთან, ან თქვათ ქვეყნებთან, ქალაქებთან საუბრისას, ხო? შეიძლება იყოს მოცემული თბილისი, which is something თბილისი, რომელიც არის თქვათ რაღაცა such a popular city or something. და რა თქმა უნდა, მას ანაცვლებს that, ხო? შეიძლება იყოს ჩანაცვლებული that-ის მიერ, როგორც დავიმახსოვროთ კიდევ ერთხელ, თუ კი მძიმე გვიწერია გამოტოვებულ ადგილამდე, that's ვერ დავწერთ. რაც შეეხება whom's, whom უკვე უშუალოდ ობიექტს გამოხატავს, დამატებას გამოხატავს whose-გან განსხვავებით, მაგრამ თანამედროვე ინგლისურში ალბათ ხშირად გინახავთ მის ნაცვლად whose ვიყენებთ ხოლმე და სასაუბრო ინგლისურში ვთქვათ, ყოველთვის მაინც who დომინირებს, ხო? იმიტომ რომ whom ძალიან იშვიათად გვხვდებათ ალბათ და უფრო ფორმალურ კონტექსტთან ასოცირდება თქვენთვისაც. ნამდვილად არ ცდებით, ასეა ზუსტად, მაგრამ ზოგჯერ ვთქვათ აკადემიურ ნაწერში და უნდა დააკვირდეთ აუცილებლად ჩასასმელში, თუ კი ორივე ერთად იქნება მოცემული, რა თქმა უნდა. The man whom you met yesterday is my uncle. კაცი, რომელსაც შენ შეხვდი გუშინ, ჩემი ბიძა. ხო? მიხვდით ესე იგი, რომელსაც. რა თქმა უნდა, ფორმალურ ინგლისურში შეიძლება გავიგოთ და შევხვდეს who you met yesterday. რომელსაც შეხვდი შენ გუშინ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, განსხვავება არის უბრალოდ რეგისტრი, მეტი არაფერი. რაც შეეხება whose ვიყენებთ კუთვნილების შემთხვევაში, არა მხოლოდ ადამიანებთან არ დაიბნეთ, არამედ ცხოველებთანაც, თქვათ, საგნებთანაც. This is the book whose author is unknown. ეს ის წიგნია, რომლის ავტორიც, თქვათ, უცნობია. And she is the woman whose car is here. ეს ის ქალია, რომლის მანქანაც აქვეა, ხო? აქ არის. დავიმახსოვროთ whose გამოხატავს კუთვნილებას. მოდით ახლა გადავიდეთ და ვისაუბროთ უკვე მიმართებით ზმნიზედებზე და ვახსენოთ სამი მათგანი: where, when
და why. რა თქმა უნდა, პირველი მათგანი ადგილზე მიგვითითებს where, სადაც, საიდანაც, when, როდესაც, რა დროსაც, ან დროზე და why, მიზეზს უჩვენებს უკვე. This is the cafe where we met. ეს ის კაფეა, რომელშიც შევხვდით ერთმანეთს. This is the reason why I'm here. ეს ამიტომაც ვარ აქ, ანუ ეს არის მიზეზი, რატომაც მე აქ ვარ. I remember the day when we first met. მახსოვს ის დღე, როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. იმედია გასაგებია, რთული არაფერია, მოკლედ დავიმახსოვროთ ორივე მათგანს. ეს იქნება მიმართებითი ნაცალსახელი თუ მიმართებითი ზმნიზე და ვიყენებთ დამატებითი ინფორმაციის შემოსატანად ვიღაცაზე ან რაღაცაზე. ხო? მოგახსენეთ ზმნიზედების ფუნქცია რა შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც თქვა საუბარი მოხდება ერთხელ გამომეორებ დროზე, ადგილზე ან რაიმე გარემოებაზე, მიზეზზე. ამიტომ ყურადღებით იყავით და ან დაიბნეთ ამ კონკრეტულ სიტუაციებში. მე ასევე მოგაწვით დამატებით მაგალითებს ჩემს Facebook გვერდზე, აუცილებლად გამოვიდეთ. ბმული არის მოცემული ქვემოთ და შესაბამისად უფრო მარტივი იქნება თქვენთვის, რომ გაიგოთ და ასევე სხვადასხვა დავალებასაც შემოგთავაზებთ. და უკეთესად გაიგებთ ამ ყველაფერს. ეს ვიდეო ძირითადად აბიტურიენტებისთვის არის, როგორც გითხარით და თუ კი აბიტურიენტი ხარ, შენთვის ძალიან კარგი კურსი მაქვს, 3 თვიანი კურსი. სულ რამდენიმე თვე დარჩა, ხო, ეროვნულ გამოცდებამდე და აი ზუსტად იქით აკვირიდან უკვე ვიწყებთ. შეზღუდულია, რა თქმა უნდა, რაოდენობა. დეტალების მისაღებად შეგიძლიათ მოგწეროთ გვერდზე. არ არის პრობლემა და თუ კი გსურს რეგისტრაცია, მოკლედ შეგიძლიათ დამიკავშირდე აუცილებლად და ჩაიწეროთ ჩემს კურსებზე. ასევე ექსკლუზიურად ვეთქვი, რომ ჩემი სახელმძღვანელო გამოდის რამდენიმე კვირაში, რომელიც შეიცავს ძალიან მაგარ თემებს, იმ თემებს, რომელიც აუცილებლად გჭირდება ეროვნული გამოცდებისთვის და ასევე ვაპირებ რაღაც პატარა ელექტრონული კონსპექტის გაკეთებას და ვიდეოების დართვას. იმისთვის რომ გაგიადვილდეთ თქვათ მეხუთე დავალების შესრულება და აქაც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ თანდათანობით სხვადასხვა ვიდეოს, რომელიც დაფარავს სხვადასხვა გრამატიკულ საკითხს. ეს იქნება არტიკლი, წინდებულები თუ ასე შემდეგ და შევეცდები რომ გაგიმარტივო ეს ასე ვთქვათ პროცესი. Exam boosters რაც შეეხება ალბათ იცი ჩემი საგამოცდო კრებული, რომელსაც ძალიან ბევრი აბიტურიენტი იყენებს უკვე არაერთი წელია და ნამდვილად ბესტსელერია. შეგიძლიათ თავად გაიცნოთ ამ ასე ვთქვათ მის რეიტინგს და მიმოხილვებს ჩემს Facebook გვერდზე ან თავად იკითხოთ რამდენად რეიტინგულია ის და რეიტინგი რაში გჭირდებათ თქვენ პრინციპში, თქვენ გჭირდებათ მასალა, თქვენ გჭირდებათ თქვათ ინფორმაცია, ხო, ეს იყო პირველი ერთადერთი კრებულია, რომელიც თქვათ არა მხოლოდ ტესტებს მოიცავს, არამედ იმ მითითებებს, იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ეროვნული გამოცდისათვის. ამიტომ შეგიძლიათ ამის შესაძენადაც მომწეროთ. წარმატებას გისურვებთ, ეს იყო ჩვენი პატარა მიმოხილვა აი ამ თემის და შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად ძალიან მალე. ნახვამდის, წარმატებას გისურვებთ.